ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი. ხამე ზოგადად რაც სოფლიოში ხდება. ანუ კარგი არსად არაფერი არ ხდება საერთოდ. ბრძოლა მიდის ორ ძალას შორის. მე გეოპოლიტიკოსი არა ვარ და არც გეოპოლიტიკის მიმოხილველი ზოგადად, მე ცოტა სხვა კუთხიდან უყურებ ყველა სიტუაციას. დიახ. ანუ მე ესე არ უყურებ როგორც თუმცა უსმენ გეოპოლიტიკა ყავს გარკვეული არჩეული ვიღაცები ვისის აზრიც ყოველთვის მაინტერესებს იმიტომ რომ მეტნაკლებად სწორი და კარგად ლაპარაკობენ მეტნაკლებად კი არა კარგად ლაპარაკობენ და იციან რა ხდება არიან ისეთი ადამიანები ვისაც უსმენ და ვისის მჯერა და ვინც მომწონს და საზოგადოებასაც ურჩევდი რომ მათ უსმენონ იმიტომ რომ ისინი საკმაოდ კარგად აანალიზებენ იმ სიტუაციებს რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს ეს არის მანჯავიძე ეს არის გოგავა და ეს არის სოხაძე სოფო ბირძანეთ ბოლოს სოფო სოხაძე დიახ კარგები არიან და კარგად აანალიზებენ მაგრამ არის რაღაცეები რაც იმათ მიღმაც არის და ყველა ანალიზის მიღმაც ხდება ის პროექტი რაც დღეს მიმდინარეობს ეს დღევანდელი პროექტი არ არის ეს დიდი ხნის წინ ჩაშვებული პროექტია და ძალიან ღრმა ფაზებში სერიოზული სიღრმეებში სერიოზული ბრძოლა მიდის ეს ის მომენტია როდესაც ეს ლიბერალური სამყაროს დასასრული დაიწყება დღეს ხდება ის რაც 100 წლის წინ უნდა მომხდარიყო და ვერ გააკეთეს არ გამოუვიდათ ნებისმიერმა გაიხსენოს რა ხდებოდა 20-იან წლებში საბჭოთა კავშირში და საქართველოში და ნახონ ის მასალები რომელებიც მრავლად დაადარჩენილი სხვათაშორის გაზეთები, ძველი, იმდროინდელი და რაღაცეები ეს აქტიური როგორ გითხრათ მებრძოლი ათეისტები და ასე შემდეგ იგივე მდგომარეობაა დღეს საქართველოში ეს უსამშობლო ხალხია აბსოლუტურად იმიტომ რომ დღეს ხიად ამბობენ ზოგს პატრიოტიზმი არ ესმის რა არის და ზოგს სამშობლო ვერ გაუგია რა არის ცუდი პროცესი მიდის არ ქვია ამას კაი პროცესი იმიტომ რომ მაგრამ ქაოსია შესული ქვეყანა ყოველი დამშვიდების წინ როგორც წესი ქაოსი ხდება სერიოზული ქაოსი ესეთი ქაოსი იყო 100 წლის წინაც ზუსტად უბრალოდ ერთ რამეს დავაკვირდი დღეს ვინც არის ამ ქაოსის მოთავეები ისინი იმ 100 წლის წინ ვინც იყო იმათი შთამომავლები არიან ისე რომ მკვიდრობით იყო არ იკარგება დღეს ერთი ორია ვინც სერიოზულად მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა 91 წელს როდესაც თბილისის ომი დაიწყეს ერთი ორია ნუ ერთ-ერთი მამუკაა და ძალიან დიდ მამუკა არეშიძე კი ქორო დაუზუსტოთ თორე ძალიან დიდ მაღლები იქნება მისი ანალიზი ძალიან საინტერესოა და ბევრი ამას არ ამბობს ეთყობა კიდეც საუბრობს მაგრამ ხედა 30 წლის განმავლობაში ყველანაირად ცდილობდნენ განსაკუთრებით 2004 წლიდან მოყოლებული დეგრადაცია გაეკეთებინათ ქართველი საზოგადოებისთვის და გაზარდეს აბსოლუტურად უციგნური თაობა უციგნურს მე ამ შემთხვევაში წიგნი არ წავუკითხე იმას არ ვამბობ გააჩინა რას წაიკითხავ და რას გაიგებ მაგაზე მაქვს საუბარი განათლების მნიშვნელოვანი პრობლემაა ხო? ახმების პრობლემა. საქმე იმაშია რომ წაკითხული შინაარს ვერ იგებენო იყო ერთი ამბავი მაგაზე ატეხილი წაკითხulis კი არა დანახული შინაარს ვერ იგებენ. ამას წინაც რამდენიმე ხნის წინ დავდე ისინი როგორ იქცევა სხვადასხვა ქვეყნებში პოლიცია საზოგადოებას, როდესაც მიტინგებია, თან მაპატია და 10 ჯერ ნაკლებად ახლა მშვიდობიანი მიტინგები ყოფილა თურმე. რა მშვიდობიანი მიტინგები. ვინმე მისიის 153-მდე პოლიციელია დასახიჩრებული და დაზიანებული. როდესაც აქეთ ხარეზე ლაპარაკობენ, იქით ხარეზეც ილაპარაკონ. ან როგორ იქცევიან, ან ვინ არიან, ეს დეგრადაცია, ინტელექტის დეგრადაციაა. განათლების დეფიციტიო თქვა ძალიან ხო? და განათლების დეფიციტიდან მოდის ეს ინტელექტის დეგრადაცია. და იქამდე მივიდნენ რომ ბავშვებიც კი გამოიყვანეს. ჰიტლერი უგედია.
რაც ფაშიზმმა გააკეთა. კი, ბავშვები მოწოდება იყო სკოლის ბავშვებზე პირდაპირ, რომ გამოდითო. თავის დროზე თქვა რეიგანმა, მომავალ ფაშიზმი თუ იქნება, კიდე ის იქნება ლიბერალურია. და მართლაც ესეა, და დღეს არის ლიბერალური ფაშიზმი. რისთვის იბრძვიან ვერ გაიგებ. აი ეს ახალგაზრდები, ნებისმიერ ჯერით მთელი საზოგადოება დაყოფილია ორ ნაწილად. ის რომ მე ნაცები არ მომწონს და ის 4 ოპოზიციური პარტია, ეს არ ნიშნავს რომ მე კოცების მომხრე ვარ. ან კოცები არ მომწონს იმათი მომხრე ვარ, მაგრამ კარგი კი ბატონო. გამარეთ ესენი. არა პრობლემა მის მკიდია ახლა მაპატიეთ ამ სიტუაციას, მაგრამ ესენი იქნებიან თუ არ იქნებიან, მე ეს არ მაწუხებს, ვინ იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ? ის მეორე მხარე, ის მომხარე ამაზე 1000 ჯერ არ ესია. მე არ ვიცი რას აპირებენ. უკვე მე რამდენჯერ დაგვირდეთ, რომ სამართლიანობა იქნებოდა. ანუ დასაჯელი უნდა დაისაჯოს, იმიტომ დაუსჯელობის სინდრომი იქნება ყველაფერს ამას. 2012 წელს რომ დასჯილიყო ის ხალხი დღესაც დაუსჯელია. პრობლემაა მაგათი დასჯარნელი, პრობლემა არ არის, ყველაზე ყველანაირი საკუთი არსებობს. და ამ დროს ქვეყანაში იწვევენ უზარმაზარ ქაოსს. კი, მაგრამ 12 წლის განმავლობაში 3 მთავარი რამ არის სახელმწიფოსთვის, თუ გინდა რომ მომავალი გქონდეს. პირველი ეს არის განათლების სისტემა. იმიტომ რომ განათლების სისტემას თუ აძლიერებს, ესე იგი სტიმულ მავალს. მეორე ეს არის ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა ესეთ გახატაკებულ ქვეყანაში ეს ფასი არ ნახირდეს, ხო? და მესამე ეს არის უსაფრთხოების სისტემა. ანუ ზუსტად ის პოლიცია, რომელსაც ყოველ დღე შეურაცხყოფას აყენებენ. ნახეთ რა ლექსიკი და ნახეთ როგორ იქცეოდნენ. მე უამრავი მიტინგი მაქვს უცხოეთის ნანახი. იქ რო ვიყავი, მაშინაც მაქვს ნანახი. მე არ მახსოვს რომ საზოგადოება ესე იქცეოდა. როგორც აქ იქცევიან. აქ ძალიან სერიოზული პრობლემებია. ნუ გასაგებია რომ ეს გლობალური პოლიტიკა ეს ჯერ ისწავლეს ჯერ ის რომ პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრები. ჩვენი მეგობარი არც რუსეთია და არც ამერიკა და არც ევროპა და არც თურქეთი და არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი და შეუძლებელია. ჩვენ ვართ ჩვენი თავის მეგობარი. რა თქმა უნდა, ტერიტორიაშივია და მოყვარეც ჩვენშივია, მხოლოდ დანარჩენი, მხოლოდ ინტერესებზე აწყობილი. სად არის ჩვენი ინტერესები? აბა მანახეთ ერთ ადგილზე ინტერესები. და აღიქვამთ თითოეული მათგანი. ფერეიდნელები რო ჩამოდიან და ინგილოები მოქალაქეობას ვერ ღებულობენ. ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქე ადვილად ღებულობს მოქალაქეობას. ეს ამ ხელისუფლების პირობებში. წინა ხელისუფლების პირობებში რაც ხდებოდა ძალიან კარგად ვიცით. რაც დაემკვანა ვაფშე ყველაფერი და სად არის. იცი რა ჩვენ ვეჯიბრებთ ის ევროპაში კარგი სიტუაცია ეგ სოციალურად დაცული ადამიანი არ არის იქაც დაცული ადამიანი თქვენ არ გინახიათ თქვენ აქ გიკვით ნაგავში რო იქნება მოხუცი ეს საშინელება რა თქმა უნდა რომ ქვეყანაში შეგნებული ქვეყანა ყოველთვის ყველაზე მეტად ბავშვსა და მოხუცებს რაც ჩვენთან არ ხდება მაგრამ იქაც ცუდი სიტუაცია ხალხო ჩვენ არავის არ უნდა ავიღოთ სწორება, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ სწორება. რა განსხვავება? იცი მე შეიძლება სულზე არ მეხატება არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი, მაგრამ მე მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე მათ არ ვუვარდები. ესენი ვინ არიან? ესენი მანიაკები არიან. მე ვამბობდი თავის დროზე. იმიტომ რომ არის ესეთი თეორია და არ არის შემთხვევითი თეორია. ვამბობდი რომ საშიშია საზოგადოებისთვის ფემინური მამაკაცები და მასკულარული ქალები. დიახ საშიშია. ადამიანი რომელიც თავის ორიენტაციას ვერ არგობს, ყველა საშიშია. 70-იან წლებში იყო ესეთი სექსოლოგი კონი გვარად, ნუ სახელი აღარ მახსოვს. შავი წიგრი იყო ესეთი ის გიზამხელად გამოსული და მაშინ დავინტერესდი და წავიკითხე და იქ იყო ერთი ექსპერიმენტის მომენტი. ევროპა, ამერიკაში და იაპონიაში ჩატარდა მანიაკალურ კვლევებზე ექსპერიმენტი. 96%
აღმოჩნდა შეუმდგარი გეი. გესმით? საკუთარ თავში გაურკვეველი ადამიანი. აი ეს მანიაკალური მე ვწერდი მე კიდე 2000-იანი წლების დასაწყისში. რომ ესენი საშიშები არიან მეთქი. ისინი აგრესიულები, რატო იცი სუსტები არიან და დაკომპლექსებულები არიან. და ამის გამო მაგარი ბიჭები რო არიან ეხლა გულში ხერხი წავენ ეგრე არ არის. აი მიმდინარე მოვლენებში თვითონ აი ქართული ხასიათი რამდენად თამაშობს როლს და იცით რას გულისხმობ აი 1903 წელს ხსნიდან ბიბლიოთეკას ავლაბარში როგორც წყაროებიდან ვიცი და ილია ჭავჭავაძე მივიდა და გამოაგდეს იქიდან შეუტიეს და გამოაგდეს ილია ბიბლიოთეკიდან ისევე როგორც გოგებაშვილს ეძახდნენ მოგებაშვილს რომელიც პრაქტიკულად დაკარებული ფეხსაცმელით დაკრძალეს. ამავდროულად ჩვენ ვართ გრიგოლ ხანძთელის ქვეყანა, ექვთიმე მეთახაიშვილის ქვეყანა. აი რაღაცა ჩვენს ხასიათშიც ხომ არ არის აი ეს მიმდინარე პროცესების გასაღები. მე-16 საუკუნემდე ქართლის ყველაზე დიდი მტერი ისე თავის დაიღავს. ეს მართალია. მე-16 საუკუნემდე აღმაშენებელს არ ახიარებდნენ. მე-13 საუკუნეში გამოიტანეს ვერხის ყავსანი და დააწყვეს. ეკლესია მე ესენი არ მიგვირს. ზოგადად როგორ არის ეს ქართული ხასიათი არ არის ეს არის გარკვეული პერიოდის დაჩლუნგების შემდეგ მონობის შემდეგ უცბად თავისუფლებას ვითომ თავისუფლებას რომ მიიღეს იმიტომ რომ თავისუფლება არის ესაც არიციან რეალობაში უცბად აღვირახსნებაში და აი ესეთ ბოღმაში გადადის ყველაფერი დიდი თურქობის მერე იყო დავით აღმაშენებელი გაიხსენეთ ქართული ხასიათი რა შვეშია ნებისმიერ ქვეყანაში გაიხსენეთ როგორ ხდებოდა ისტორიებს გადახედეთ რა იმიტომ რომ არსებობს ეს მსოფლიო ისტორიები და გადახედეთ სად როგორ იქცეოდა ხალხი გარკვეული იდეოლოგია როგორც კი ეხსნება კაცს და მარტო მუცლით რო ცხოვრობს მარტო არსებობისთვის რო ცხოვრობს ისეთი ადამიანი ეგეთია არ არის გასაკვირი იცი გარკვეული ფუნქცია დაკარგა მანამდე იყო და საბრძოლობდით იმ პერიოდში სანამ ბრძოლობდით კარგად ვიყავით და მაგრა ვიყავით იმიტომ კი არა ეხლა არ გამოვა იმიტომ ეხლა სხვა დროა სანამ ბრძოლობდით მაგრა ვიყავით მე გადავარდა მთელი მე-19 საუკუნე გადავარდა ქართველი კაცი იმაში რა ქვია როგორ გითხრა დაისვენა რა იარაღი და ყველაფერი დაივიწყა ღირსება დაივიწყა გადააბარა სხვას თავის ღირსება 60 წელია ბრძოდა რუსეთს საქართველოს ისე დასავლეთ საქართველოს ამეგრელო კონკრეტულად 18 წელია ბრძოდა პაკეტ აღმოსავლეთ საქართველოს თქვენ ხო გონეთ მართლა ისე იყო როგორც ისტორიაში წერია ბევრი რამ სხვანაირად იყო აბსოლუტურად სანამ იბრძოდა მანამდე ღირსებას ინარჩუნებდა იმიტომ ის თავის იგი ბრძოლა ჩვენი ცხოვრების წესია ხო მაგრამ ბრძოლა ომი არ არის ყოველთვის ბრძოლა ომი არ არის ყოველთვის ჩვენ ეს უნდა გავიგოთ პირველ რიგში სახორცე მასალა არ უნდა გახდე არავისთვის ბევრჯერ გამხდარვართ ისტორიაში სიტყვებშიც კი გვაქვს რაც ყველაზე კარგია საუცხოა დღესაც ესეა აუ ევროპა უნდა იციან საერთოდ ევროპა აზე არ არის თქვენ რა გონიათ ევროპაში რამე კარგად არის უფრო განათლებულებია უფრო ინტელექტუალები არაფერი არ არის იქაც ასლაბა გერმანია ახალგაზრდა რო გააჩერო ახალგაზრდას ვეძახი მე 45 წლის ხალხსაც უფრო პატარებზე აღარ ამაქვს საუბარი გოეთე და ჰაინე არიციან ვინ არის 99% საერთოდ არიციან არაფერი აბსოლუტურად განათლება ძალიან დაბალ დონეზეა და სულ სკოლებში საგნებს სერიოზულად არ ასწავლიან მათემატიკას, ქიმიას, ფიზიკას, ყველაზე მთავარ საგნებს. რატომ? იმიტომ რომ უცოდინარი ადამიანი ადვილი დასამორჩილებელია. პოლიტიკა. დაუკვირდით რა პროფესიებია საქართველოში, ვინ უნდა აშენოს? თქვენ ქვეყნის აშენება გონიათ უცხოეთიდან შემოსული ფული და ენჯოების დაფინანსება. არა, ეგრე არ შენდება ქვეყანა. აბა ნახეთ. ჩვენ ღარიბი ქვეყანა არა ვართ, ჩვენ ღარიბი ქვეყანა. ჩვენ უპატრონო ქვეყანა ვართ. და პატრონის შიგნით უნდა გვყავდეს და არა გარეთ. როგორ ვართ ღარიბი ქვეყანა? მე ფილოლოგი კი არა ვარ. ვსაუბრობ რაღაცები ვიცი.
მშენებლობელო რესურსებში ვერ გვევი. ყველაფერს რო თავი გავანებოთ. მაგრამ არც რესურსები არ უნდა ყიდო, ისეთ შეუნდა გამოიყენო. სულ უცხოელების ხელშია ჯერ გამოიყენება ძალიან მინიმუმი რაოდენობის და ისაც სულ უცხოელების ხელშია. სოფლის მეურნეობა გადახედე. რას ვის უმაღლეს სასწავლებლები, უმაღლესი არა დამთავრებული იმას რა ქვია. ეხლანდელ პრეზიდენტს ფეხბურთელია. მე რა ფეხბურთელია. ჯერ იცი რისი გამკეთებელია, მე არ ვიცი. ამიტომ არც არაფერს ვამბობ მასზე. ამის წინ ერთი და მეორე უმაღლეს დამთავრებული ყავდა. იმის წინ ისაც იმან წერა კითხვას არ იცოდა მე მგონი. ვივამეთის კლიენტი როა. მაგრამ არც ეს ფრანცუზ ჟანკა ჩლუნგი თუ გინდა თქვა, აი ეგ არის. კლასიკური. აბსოლუტური ინტელექტუალი. იმის წინ ვითონ ფილოსოფოსი პლასტელინი. იქ ხასიათიცაა საჭირო. ვინ რისი გამკეთებელი რა ვიცით გინდა და აშენოთ ქვეყანა მენეჯერები. ასე რომ დიპლომში არ არის საქმე, ხო? არ არის, რა თქმა უნდა. აზროვნებაშია და განწყობებში და პოზიციაში და სიმაგრეში პიროვნულში. ინტელექტი დიპლომით არ გამოიხატება. წესით დიპლომა ცოდნა უნდა მოგცეთ. აბა წესით. აბა მანახეთ თქვენ არის ესეთი გამოთქმა კი ბატონო შოთა ამბობს ჭკუა უხმარ არს პრიხვდათვის ჭკუა ცოდნით მოიხმარების. ეხლა ჩამომისახელეთ ეხლა თაობაში გინდა პროფესორებში რომლებიც ლექციებს კითხულობენ და გინდა სტუდენტებში ცოდნის მიმღები თაობა ან ცოდნის გამცემი თაობა. ვერ ჩამომისახელეთ. თქვენ თუ გონიათ რომ მენეჯმენტით იურისტობით და ასე შემდეგ ფაკულტეტებით იმითი რა ქვია დაუკვირდით რაზე სწავლობს ხალხი. ქვეყანას ინჟინერი ჭირდება ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ინჟინერი აკეთებს ყველაფერს. ინჟინერი მარტო ის კი არა, მაგრამ ქარხანაში რომ მუშაობდა, იქ აგრონომიც ინჟინერია, ხო, სოფლის მეურნეობის ინჟინერია და ასე შემდეგ ყველა. ყავს ვინმე. ყავს ამ თაობას ყავს ვინმე. ჩემი თაობა მოკვდა. ჩემი თაობა პრაქტიკულად აღარა ვართ. მეც 1-2 წელი დამჭა და წავალ. ამ სამყაროდან მაგრამ მე უკვე რისი გამკეთებელი ვარ არაფრის. ახალგაზრდებში ვინ ყავთ? აი პროფესორ მასწავლებლებში ვინ ყავთ? სკოლაში ვინ ასწავლის საგნებს და რა საგნებს ასწავლის და რა პრინციპით ასწავლის? შეხედეთ რა პროგრამებია, რა გინდა ბიოლოგიაში, გინდა ქიმიაში, გინდა ფიზიკაში, გინდა მათემატიკაში, თავარ საგნებში ვიძახი. თავარი იმიტომ რომ ესენი ზდიან ინჟინრებს, გეოლოგია კიდე. ნახეთ რა ისწავლება და როგორ ისწავლება და რა იციან საერთოდ. არაფერი ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჩვენ საშინელ დღეში ვართ. პირველი განათლების სისტემა გვჭირდება. სერიოზულად გვჭირდება განათლების. და მანდ რაღაც ცვლილებებია საჭირო ხო? რაღაც კი არა, მთლიანად შესაძლებელია. თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს ყველა საინჟინრო სპეციალობას და ყველა სამეცნიერო, საბუნებისმეტყველო სამეცნიერო და არა სხვა. და სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს, რომ გაიხსნას მცირე წარმოებები მაინც. მცირე წარმოებებს ვერ გახსნით. მარტო ერთადერთი შეიძლება ხაჭაპურის გამოსაცხობი და ეგენი მუშაობს ახლაც. საცხობები და ეგეთი რაღაცეები, წარმოებას ვიძახი. საქართველოში უამრავი რამე კეთდებოდა და კარგად კეთდებოდა. ინჟინერი გჭირდება ნებისმიერ წარმოებაში. იმისათვის რომ შენის და ჯერ უნდა კონსტრუქტორები, ინჟინრები, აი ესეთი სპეციალისტები გჭირდება. ჩვენი თაობა მიდის. და ყველაფერ ამაზე არის ყურადღება მისაქცევი თუ გვინდა რომ ყვალინდელი არ გამოვა ყვალინდელი დღე. აი სარწმუნოებაზე ასეთი გაშმაგებული შეტევა. ეს ხომ ახლა არ დაწყებულა. პრეზერვატივებზე რომ თამარ დედოფალს ხატავდნენ, მარიამ ღვთისმშობელს რომ ხელში დამბაჩას აძლევდნენ. აი ახლა გიორგობის დღესასწაულზე რომ შუბით რაღაც საარჩევნო ბიულეტენს ახვეტინებდნენ, ეკლესიებში შევარდნა. აი ეს ყველაფერი ხომ შეტევაა სარწმუნოებაზე და რატომ ხდება ეს? ან როგორ შეიძლება რომ აი ამისგან დავიცვათ თავი და ქვეყანა? ეს პროგრამა იგივე თითაიწყო იმაში რა ქვია უკრაინაში და რა შედეგი მოიტანა ყველა ხედავს უკრაინა აღარ იარსებებს მე გეუბნებით
ღმერთმა გადაარჩინოს ვერაფერი ვერ გადაარჩენს, იმიტომ რომ ერთ მასხარას რომელიც უკრაინელიც არ არის. მასხარას მისცეს ხელში ძალაუფლება და ის ასრულებდა იმ დირექტივებს, რასაც აძლევდნენ. ის რა თქმა უნდა იმისთვის იცი რა არის, მე შეიძლება ურწმუნო ვარ, შეიძლება ათეისტი ვარ. ისე ვამბობ. ათეისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მაინც. მე არასოდეს არ მევარდენებ შეურაცხყოფას. იმას რაზეც დგას ქვეყანა, რაც 100,000-ობით ადამიანის რწმენის საგანია. მიაყენეთ თუ ესეთი მაგრები ხართ მუსულმანებს, მიაყენეთ იუდეველებს შეურაცხყოფა, ნახავრატურას დაიჭერთ ხელში. ნახავთ. არა, თურმე მარტო რატომ? იმიტომ რომ ეს ქართული რუსული ისაა რა ქვია რელიგიაა, ხო? რას ნიშნავს რუსული რელიგია? ან ესეთი რუსოფობობა, ეს ფაშიზმი არ არის? რას მექვია? იცი რა, კარგი რუსიც არსებობს და ცუდი რუსიც არსებობს. პოლიტიკა სხვა რამეა და საზოგადოება და ხალხი სხვა რამეა. ხალხთან რა გინდა? აი ეს ცეცხლოვანი პერფორმანსები. უძველესი ქართული ლექსია, ხალხური ლექსია რა. შუა საუკუნეების ვახტანგ კოტეტიშვილს ჰქონდა თავის კრებულში შეტანილი. ცუდი სოფელი რა არის აგორებული ქვა, რისაცაა სოფელში მოდიფე საფლავი მზარი. მე ამბობს რა, თუ კალი კითხვის ტობასა ის უკეთესი და ეგრეთი კონდეს ბუნება უფლითმაშობი რა არის და იქვე ამბობს ჩვენს თათარი ჩვენი ძმა არისო, ჩვენსა და შენახებში განყოფილება რა არისო, იცი რა არის? თურქეთი იყო საქართველოს მტერი, მაგრამ ხდებოდა ისე რომ ქართველი და თურქი იყვნენ მეგობრები. ირანი იყო საქართველოს მტერი, მაგრამ ხდებოდა ისე რომ ქართველი და ფარსი იყვნენ მეგობრები. სად გაიზარდეთ, სად ნახეთ ეს ყველაფერი? ეს მარტო რუსია ცუდი, ერთი მე მკითხეთ რა, მე რუსი ფლექსი მკიდია, თქვენგან განსხვავებით რუსეთში 1993 წლის შემდეგ ნამყოფი არ ვარ. მაშინაც იმიტომ ჩავდიოდი ხოლმე, ბოლოს იმიტომ ჩავედი, რომ ერთი ჩამოდანი წიგნები ჩამომქონდა, გლობუსი იყო, დიდი მაღაზია მოსკოვში. ფანტასტიკური მაღაზია იყო. იცი რა არის, რუსია დოსტოევსკი, რუსია ბულგაკოვი, რუსია შუქშინი, საოცარი მწერლები და კულტურა უზარმაზარი. რას მიქვია, რუსი, ისა, ესა. გახედეთ ვინ როგორ იქცევა საერთოდ სოფლიოში. გაიხედეთ რა გააკეთა ამერიკამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერს დავიგანებე. ერაყი, ავღანეთი, მთელი ჩრდილო აფრიკა არის რამე განსხვავება. მიეცემ ვისაც აძლევა საშუალება ყველა აკეთებს თავისას. კი ბატონო. აი ამ ნახე რას აკეთებს ახლა პალესტინაში ისრაელი. არ არის ეს დანაშაული. ამ დანაშაულს ყველა ჩადის, მაგრამ ამას ჩადის სახელმწიფოები და არა ხალხი, პოლიტიკოსები და არა უბრალო ხალხი. რა რუსო ბები არასოდეს იქნება ბაბუშკა. კი, მაგრამ სად ნახეთ საქართველოში რომ ბებიას ბაბუშკას ეძახდა ქართველი კაცი. აი ამიხსენით სად ნახეთ. იცი რა არის ფსიქიური დაზიანებაა. ეს მხოლოდ არის ფრაზეოლოგია და ამითი წახალისება რაღაც ძალადობის ალბათ. რეალობაში ფსიქიურად დაზიანებული საზოგადოება. ამბობდნენ, ჩვენ წინასწარმეტყველებაში ის დრო დადგება, როდესაც მასა გაგიჟებული იქნებაო და ის ვინც გიჟი არ იქნებაო, იმას გიჟს დაუძახებენო. მეგონი მაგ ბაზაში შევდივართ. არა, ეს წინასწარმეტყველებაში წადებს. ძალიან ძველ წინასწარმეტყველებაში წდებს და მე გაბრიელი წინმეორებს მამა გაბრიელი. საქმე იმაშია რომ ესეა სინამდვილეში. ესე ხდება ყველაფერი. იცი რა არის, მე არა ვარ არც ეკლესიური, თქვათ ესე განსაკუთრებით, კი დავდივარ ხანდახან ხოლმე, იმიტომ რომ სიმშვიდეს და სიამოვნებას ვგრძნობ, შოთი ცხოველი მიყვარს განსაკუთრებით. მაგრამ და ცოტა მეტი ვიცი თითოეული მღვდლის შესახებ. მაგრამ მე მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. აი კუბოს დაწვაზე რომ იყო რა ეს მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს ამას. მაგის როგორ გითხრათ? არ ვაყენებ, იმიტომ რომ ის
ამ საზოგადოების იმედია და უყვარს ამ საზოგადოებას. ვიღაცას უყვარს კაცო. ისაც საკმარისია. მე ნაცებსაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მიუხედავად იმისა, ცოტა უკეთესად ვიცი ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ცოტა უკეთესად ვიცი. ვცდილობ არ მევაყენო შეურაცხყოფა, უბრალოდ ხარც ვიძახი. პირდაპირ შეტევაზე რომ გადმოდიხართ. ჯერდი რაც არ უნდა დადო, თუ არ მოეწონათ კოცი ხარ. ღმერთმა დაამთავროს ნაცი ვიყო. კოცი არ ვარ, მაგრამ ღმერთმა დაამთავროს ნაცი ვიყო. კოცი რო ვიყო, იმაშიც ღმერთმა დაამთავროს. მე არავის ხარის არასოდეს არ ყოფილვარ. იმიტომ რომ ერთადერთი ვინმე ხარეს ვარ, ამას ქვია საქართველო. კი ბატონო, ის აქციელები რაც იქ ხდება. აი, ბევრი ამბობს, რომ ეს არ იყო შეურაცხყოფა ქრისტესის, ზოგს სხვა აზრი აქვს, ყველა თავის პოსტზე. აი, თქვენი აზრი მაინტერესებს, რა მოვლენა არის? სინამდვილეში ყველა თავის თავს შეურაცხყოფს. აქედან იწყება, ჯერ ერთი. მეორე რა მოვლენაა ეს ლუშნების ჩარჭობა და ისა დაწვეს, ხო? არა, დაწვა სხვა რამეა, მაგას ქვია ნულტირება. აი, ბუდისტო ჯინასავით რო გააკეთეს და ლუშნებს რო უჭობდნენ. ესა ეხლა ესია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს ბუდისტური არ არის, მაგაზე ნულტირება ქვია და უძველესი დროიდან არსებობდა ეგ მეთოდი და მუშაობდა. მაგრამ ჯერდი გაკეთებას ცოდნა უნდა. როცა ვერ აკეთებ სწორედ, იმიტომ რომ ეგ რომ არ იყო სწორედ გაკეთებული, მე უყურე და ვიცი. მეორე დაკეთება, იმიტომ რომ ყოველთვის იღებ შედეგს მაგიდან. მეორე ეს არის შავი. დავიდან ბოლომდე შავია, შავი მაგია, მაგას ქვია, მეტი არაფერი სიამბლეში არ არსებობს თეთრი და შავი მაგა ტექნიკა ერთ და იგივეა, ეს შეგიძლია სიკეთისთვის გამოიყენოს, შეგიძლია ფოროტებისთვის, იყენებ ფოროტებისთვის ხარ შავი, იყენებ სიკეთისთვის ხარ თეთრი. რას მიქვია თეთრი და შავი მაგია, ან ბავშვი ვინ იცის საქართველოში მაგია არ გამაგიჟოთ. ხო და ეს თქვენ როგორ ეს კოშმარი იყო. და შეიძლება ესეთი რამე მოგივიდეს თავში. და არ შეიძლება ესეთი სურვილი გქონდეს. მე თუმეტეს პირადად ჩემთვის, აი ვინც ეს გააკეთა, არავის არაფერი დაუშავებია. აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავებია. ეს იყო რელიგიის შეურაცხყოფა თუ არ იყო? ეს რელიგიის შეურაცხყოფა არ იყო. რა იყო ეს? ეს საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არ იყო რელიგიის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა იმისი ხდება, ვინც ღებულობს მას. იმიტომ ეს მიიღო საზოგადოებამ. პირველ რიგში. კუბოს გამოსახულები ტორტიც იყო, რომ ჭამდნენ ძალიან. გეუბნებით, ეგენი არიან ხიარულად ჭამდნენ ნახე. დიდი დანაშაული ხელისუფლებას ჩადენილი, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოები დახურა. მე რომ მკითხო, სასწრაფოდ უნდა გახსნათ ერთი ძალიან დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო და ყველა ეგენი ერთად შეყაროში ვით. მთელი მაგათი ლიდერები და ის იდეური მასხარები. ჩახტილები რო დგებიან იმაზე, რა ქვია, სამაჩაბლოსთან და გონიათ რომ მეომრები არიან. აბა მე არ გინდათ. გაიხსენეთ თითოეული მათგანი. გაიხსენეთ რას ლაპარაკობდა იგივე უშუფაშვილი. მე ჩემ შვილს იმიტომ არ ვსდიო რომში გავუშვა. აბა ვის შვილს წუშებს? მე ჩემი შვილი არ არის. წასულნეებ სამყაროში და ველოდები ერთი როდის სავალმეც. მეჩქარება ძალიან. ესე იგი თქვენ შვილებს უშვებს ის. თუ თავის შვილს არ გაუშვებს, ვიომოთო ეხლა დიდი ამბით, გულში ხელს იჭახუნებს ლისეომები. ომის დროა არის აი ესეთი ცელდება. ომის დრო, ერთხელში დაგანთავრდა. ომის დროა. ეს შეყვარგონია ბევრი ჭირდება საქართველოს. ერთ სერიოზული ბომბა რო ჩამოვდნა, აფერი არ დარჩება აქედან. სულ 500,000 ახალგაზრდა, ვისაც გამრავლება შეუძლია. სულ ისაც არ ვიცით გამრავლება შეუძლია თუ არა, მე ვიცი 500,000 ახალგაზრდაა. ეს რო გაწყდეს აღარ იარსებებთ. და გაქრება ქართული გენი. ბოლომდე გაქრება. აი ეს არის. ჩვენ ძალიან ცუდ ვიცი რა არის, მე გეტყვით მაშინ მოკლედ. მე ეს ყველაფერი ერთი წლის წინ თქვი, რომ ესე მოხდება მეთქი. და დაიწყო კიდე დროც თქვი. საუბედუროდ ბოლო მომენტიც მაგნანახი და ძალიან ცუდი მომენტი არ მომწონს. იმიტომ არა რომ ამ ცუდით დამთავრდება. იმედი არ გქონდეთ რომ ესენი მოვლენ, ვერ მოვლენ. მაგრამ მე იქ მომენტიდან ესენში ვის გულისხმობ, ვინც ახლა ცდილობს მოსვლას. ოპოზიციას ვაპებ. მე ნაცვლიშვილს პირში ვთხარი, რომ ეს არ მოხდება მეთქი.
უთხარი. და უთხარი როდის ნაცვლიშვილი ვინ არის? პარლამენტარი იყო და იმის ოპოზიციურად გაწყობილი. კი, იმიდან რა ქვია. ოპოზიციიდან არა აქვს ხაზარაძის პარტიიდან. ჯერ ხო უნდა გწონოდეს ხაზარაძესთან მოხარ პარტიაში. ხო და უთხარი პედაგოგი და ჯერ არ მოხდება კამპანია. ვერ მოხდება. ცუდად დამთავრდება თქვენთვის მეთქი, ამ ხრისთვის მეთქი. ანა ნაცვლიშვილს გულს. ანა, დიახ. მან სხვებსაც ველაპარაკე. მანამდე სხვებსაც ველაპარაკე, ისაც კი უთხარი რომ ორჯერ პარტიაზე აგიმუქლებენ მეთქი. მე არ ვიცახი რომ დემოკრატია. მე არ ვთვლი რომ დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატია კანონის იმას ნიშნავს, უპირატესობას. დემოკრატია არსად არ არის ახლა მსოფლიოში, არც ევროპაში არ არის დემოკრატია. არც ამერიკაში არ არის დემოკრატია. მე არ ვიცახი რომ დემოკრატია. მაგრამ მე შემიძლია ვთქვა რომ არჩევნები არ გაყალბებულა. არჩევნებამდე მოხდა დანაშაულები. თუნდაც ის რომ ალტინფო გააუქმეს. მე არც ალტინფოს წევრი ყოფილი ვარ. მაგრამ მე მათ პატივს ვცემ, იმიტომ რომ პატრიოტები მაინც არიან. ყველაფერს თავი გავანებოთ. ახალგაზრდები არიან, გამოცდილება აკლიათ. კი ბატონო. მაგას თავი გავანებოთ. ის ყველაზე თქვენ რაც მკითხეთ რა. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ საზოგადოება გამოვაგარეთ. ოღონდ ის საზოგადოება კი არა რომ დავერძელო დგას. არა რეალური პატრიოტი საზოგადოება გამოვა და ისინი არიან 10-ჯერ მეტი, ვიდრე ესენი არიან. და შეიძლება უდანაშაულო მსხვერპლიც იყოს. ამიტომ გავთხილებთ რომ იყავით ძალიან ფრთხილად. მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ ეს არ გადაყვება თუ საზოგადოება გამოვა. ამიტომ ეს ხელისუფლება ვალდებულია ეხლა მაინც შეასრულოს დანაპირები. და სიტუაციის დასტაბილურებას განადვილია. ერთ ღამეში შეუძლია ყველა თავი აიყვანოს და დაამთავრებს საქმეს. სამაგიეროდ ახალგაზრდები გადარჩებიან. სუდაც არ ჩაგვითვალო. ვაიმე, მე ჩამითვალო სუდად და რადაც უნდა ჩამითვალო. როგორც უნდათ ისე ჩამითვალო. აი მშობლების წინააღმდეგ ბავშვების გაქეზება, დაპირისპირება. ეს ხო ბოლშევიკური მეთოდებია, ეს ხო უკვე ნახეთ ჩვენ და რა შედეგები გამოიღო, ხო? პირდაპირ მოწოდება, ხო? თითქოს მეორდება ის 1926 წელი, ის მერცხალში დაბეჭდილი მოწოდებები, რომ მოკალი დედა, მამა, ეს რა არის? დამიჭირეს და ციხეში რატო ჩამსვეს. სახელმწიფო ღალატი არ მქონია. არც და გადატრიალების მცდელობა. თქვენ მიშას დროს დაგიჭირეს? კი ბატონო, გადატრიალების დაგეგმა. ღიად გეგმავენ გადატრიალებას. დაიჭირეთ. მოთავეები ბავშვებს რას ერჩით? ხელიც არ დაადოთ ბავშვებს. იმიტომ რომ ეს ბავშვები ჩვენი მომავალია, კიდეა შანსი. მაგრამ ის მასწავლებლები, რომლებმაც ბავშვები გამოიყვანეს, ის დირექტორები, რომლებმაც ეგ ბავშვები გამოიყვანეს, ის ლექტორები უნივერსიტეტიდან, რომლებმაც ის სტუდენტები უთხრეს გინდათ რა უნდა გახვიდეთ, ხო ყველა პანჩურით გაყარეთ. თქვენ კაცრი მეთოდების მომხრე ხართ. მოცემულ მომენტში გამოსავალი მიგაჩნიათ მეტი სიმკაცრე სიტუაციას. ძალიან ადვილი იყო. არ უნდა ეგრწალათ ერთი-ორჯერ ალტინფო, მე გეტყვით. ალტინფო რა ნომერს შევერთდა, მე გაიფუჭა სიტუაცია. იმიტომ რომ ვინც ყავდა იმის 2/3 ალბათ დაკარგა. არ უნდა გაეუქმებინათ 10%-იც რა იყო ამ ალტინფოს, ეს ამბები აღარ მოხდებოდა. და რატო აღარ მოხდებოდა? იმიტომ რომ ესენი 40%-ს ვერ აიღებდნენ. მე ისედაც ამჯერა 40%, მაგრამ შეეძლო დაიღოთ, მაგრამ ოპოზიციამ ერთად ჯამში რაც აიღო. ჯამში ვიცახი, ხო? და თუნდაც ცოტა ნაკლები აიღო ოჩინებას, არ აქონდა მნიშვნელობა, ჯამში ერთად მეტნი იქნებოდნენ. ისინი მე ჯერა რომ ისინი ამათ ხარეს არ დადგებოდნენ. ეს იყო მიგაჩნიათ რომ თქვენ ეს იყო სტრატეგიული შეცდომა. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა, რა თქმა უნდა. ეხლა არ შედიან და ამბობენ რომ იცი რა არის, აი დიქტატურა. არანაირი დიქტატურა არ არის. დიქტატურა მოვლენების განვითარებას ელოდებიან. ვინ, ვის და როგორ და საიდან პრაქტიკულად ეს ყველაფერი საზოგადოებაზე მუშაობს. მიმდინარეობს. საზოგადოებაზე მუშაობს უარყოფითად. ყველაფერს იყენებენ. ყველაფერს იყენებენ. კითხოთ მინდა, სწორედ საზოგადოებაზე მუშაობაზე და ყველაფერს იყენებენო ბრძანეთ. აი ეს ხმაური
აი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით თქვენ რა არის ეს ხმაური რომ არა აი ეს ხმაური პირდაპირ დააწერია ბევრი ხმაური აი მე მახსენდება რომ ქაოსია რა არის არაფერი არ არის წვეთის ხმაზეც კი აი პატიმრებს კეტავდნენ ოთახებში სადაც აი წვეთი წყალი ჩამოდიოდა და ხალხი ჭკუიდან იშლებოდა რა ფსიქოლოგიური მოვლენაა როცა ბევრი ხმაური აი ეს არის მოწოდება არ არის ჭკუიდან შეშლილი ხალხი ანუ ფსიქოლოგიური გავლენისთვის ამოთხო ამ ხელა საზოგადოება ვინ გამოიყვანეს მე ვინ შეუმდგარი ეგრეთ წოდებული ხელოვანები შეუმდგარ სათო ამბობ ხვდებით ალბათ ჯერერთი თუ მსახიობი ხარ წადი რა იმ მსახიობად და იმ თეატრში ითამაში თუ მომღერალი ხარ წადი რომელი ელა ფიჯერალდი შემყავ ხარ ელა ფიჯერალდი არასდროს მიტინგზე არ გამოსულა და არ ულაპარაკია და ელა ფიჯერალდიც რო იყო ცოდნა სიტუაციის და პოლიტიკის სულ სხვა რამეა აბსოლუტურად სულ სხვა რამეა იმისი არ იყოს იმას რა ქვია თლიანად მოვისმინე მე ეს რა გვარია ესა ჭოხონელიძე კიდე კარგი ამათ მუსიკას არ უსმენ რა საერთოდ არ უსმენ ვერ უსმენ ახლა რას უნდა მოусმენო დიდი ინტელექტუალური მუსიკა ამას აქვს მე მარტო ჯაზ და ბლუზს უსმენ ამათ მუსიკებს საერთოდ არ უსმენ მიგრაცია შეურაცხყოფა მიაყენა შენ არ გიცხოვრია მათსავით იმ ქალებივით და იმ კაცებივით იქ ცხოვრობენ და წვალობენ შენი შესაურად შენ არ გაგუფლება შეურაცხყოფენ შენ არავინ ხარ საერთოდ და იმიტომ უკვე არავინ ხარ მანამდე რესტორანში თუ გამღერებდა ვინმე თორე ყველა ეკეთები ხართ უმრავლესობა ის მსახიობები ჩვენ ხართ ვინ დადის თეატრებში მე შენ არის მათში ადამიანები ვისაც მართლა აინტერესებს ქვეყნის მომავალი მიაჩნია რომ ასე სწორად იქცევა ანუ ყველას ერთიანად ვერ შევაფასებთ ხო იცი რა არის იქ ხომ გულანთებული ადამიანებიც დადიან ახალგაზრდები დადიან რომლებმაც შეიძლება არა მე ახალგაზრდებს არ ვლაპარაკობ ბოდიში და რატო არ ვლაპარაკობ ახალგაზრდის მოტყუება იოლია მით უმეტეს გამონათლებელი ახალგაზრდის ახალგაზრდების 91 წელში თბილისის ომი რო დაიწყო მე მახსოვს კარგად. ნუ მაშინ პატარა ბიჭი არ ვიყავ 34 წლის ბიჭი ვიყავ და 34 წელი საკმაოდ სერიოზული ასაკია ხო? კი, დიახ. ბევრი ახალგაზრდა გავიდა. ემოციისგან. ემოციამ როგორც დამთავრდა კი ნახეთ დაინგრა ქვეყანა. მომავალი დაკარგა წლები. მე ახალგაზრდებს არ იმაშვები. არ ვლანცხა. და იმ ახალგაზრდებს ჩუც არასოდეს ვიტყვი, იმიტომ რომ ის ახალგაზრდაა და ის ემოციამ გაიყვანა 19, 20, 22, 25 წლის ბიჭები და გოგოები. მე იმათზე მქონდა პრეტენზია, სიგუა, კიტოვანი, ესენი რა. ვინც გამოიყენა ეს ახალგაზრდული ენერგია და ეს გამოუცდელობა. ეს წითელი ინტელიგენცია რო იყო. აუ პოეტები გესმის? ის კი არა სამარცხვინოდ იმაში რა ქვია, დაწმიდაზე დაგვიშვენეს ახლა. პოეტები რომელიც ერთი ლექსი არ არის ისეთი რომ ლექსად ვარგოდეს და ესეთი ხალხი იყო იქ რეალური ვინც იყო მართლა ვინც იყო ნამდვილი შემოქმედი მე გამინახია და არც გამიგია იყვნენ ნამდვილებიც კანა არ იყვნენ კომუნისტებისთვის მართლა ყველა ესეთი კი არ იყო მაგრამ იყო ეს კარის პოეტები რო ყავდათ ძველად ისეთი პოეტები კარის მასხარები და ესეთი ვიღაცები იყვნენ დიდი ამით გამოვიდნენ გულში ხელს იჯახუნებდნენ და რა გააკეთეს 6 თვე იყო ის ხელისუფლებაში მეტი კი არა თქვენ ახლა პარალელებს ავლებთ რომ შეიძლება ეს ყველაფერი წავიდეს საყოველთაო ქაოსისკენ თუ არ გაჩერდა საყოველთაო ქაოსისკენ თუ წავიდა ეგენი ვერ გადარჩებიან მე გეუბნებით ამას იმიტომ რომ ვიცი რასაც უზავს ხალხი ეს იქ გულში ხელს რო იმაშვებიან და ეს გოგო პატარა გოგო ვიჭები რომ იქ იმაში ეგენი ვერაფერს ვერ ისამენ იმიტომ რომ მეორე მხრიდან მართლა კაცები გამოვლენ და ძალიან ცუდად დაამთავრებენ ცხოვრებას. მე არ მინდა. საქმე იმაშია რომ როდესაც ესეთი ქაოსი მიდის, უდანაშაულო ბევრი ეწირება. და ეგ არის საშინელება. ეგ არის. მაგრამ ამათ არაფერი არ ვნახიათ, იმიტომ რომ ხედავენ ეს ბავშვები ტელევიზორს ჩართავენ ვიღაცა პატრიოტიზმზე ელაპარაკება. იცი ვინ არის ის პატრიოტიზმზე ვინც გელაპარაკება 92 წელში საკუთარ ხელისუფლებას რო კლავდა უმრავლესობა. ესე როგორ მოხდა სიტყვების ფალსიფიცირება, ხო? ანუ რო ყიდიდა საკუთარ ხელისუფლებას. შეხედეთ ახლა და შეხედეთ
იგივე ძიძიგურს შეხედეთ. ესეთები იყო უმრავლესობა. ეგეთები იყვნენ საუბედუროდ. იცი რა, არავინ არ მოახდინა იმ ამბების გაანალიზება და გიგისა. ჩვენ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებთ. დაგვიფარავს ალბათ უფალი და აღარ დაგვიფარავს არაფერი არ მოგვიგო. მე ამას არაფერი. აი თქვენ მაგრამ მსხვერპლი არ იყოს მსხვერპლი, ეს არის თქვენი გულის ტკივილი და განსაკუთრებით არ მინდა მსხვერპლი იყოს იმ ახალგაზრდებში ამფეტამინით რომ ბერავენ, რომლებმაც შეიძლება მომავალი დატოვონ. რომელმაც შეიძლება შვილები გააჩინონ, გესმით? როგორ არა გულის ტკივილი? რომლებიც შეიძლება დედები იყვნენ, რომლებიც შეიძლება მამები იყვნენ. მაგრამ ესეთი დედები და მამები არ მინდა. აი, თქვენ ამბობთ, რომ ვინი არის სენსორი. საით მივდივართ. აქ ყველაფერს სჭირდება გონიერება, ხომ ასია? გონიერება, გამოცდილება, შეჯამება, შეფასება, სწორი აღქმა, ვის სჭირდება ეს სახელმწიფო, ვის სჭირდება ეს მომენტი. პრაქტიკულად ახლა დასამალიც არაფერია, იმიტომ რომ ყველაფერს აცხადებს პირდაპირ, ყველა ნიღაბით ჩამოიხსნა. ეხლა არ არის ნიღბების დრო, თვლიან და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად დასამთავრებელი. მაინც არ ამბობენ ბოლომდე. ხო, მაგრამ გამგები ხომ იგებს, არა? არავინ არ ლაპარაკობს 1824 წლის ხელშეკრულებაზე, რომელიც გააფორმეს, რომელიც გლობალური ისო და გაგშდა პირველად. არავინ არაფერს არ ლაპარაკობს დალასის გეგმაზე და რო ეტყვი ერთი სიტყვით რო ეტყვი ალან დალესის ერთი სიტყვით ეს რუსების მოგონი არ არის ფანტომი, იმიტომ რომ ეს ნანახი მაქვს დოკუმენტის ასლი თავის ბეჭდით და ყველა. კი, მე ვბეჭდავდი გაზეთ დროში, რედაქტორი როცა ვიყავი, მისი მთელი დოქტრინა მაქვს დაბეჭდილი. მე იმას ვამბობ, რაც ღია ტყრია. არავინ არ ლაპარაკობს, მე ხრმა მიმებზე არ ლაპარაკობ, ისინიც ვიცი და იმიტომ. არავინ არ ლაპარაკობს დიდი საჭედრაკო დაფაზე, საჩენ უკვე ახსენები ხარ, როგორც გასანადგურებელი ქვეყნების დაფაზე, სადაც შენ საერთოდ მოთამაშეც არ ახარ. ხარ რაღაცა ადგილი. არა, მსხვერპლი ხარ, კაცო, პაიკი, რომელიც ესე გადადგამენ და ის მოკლავს ამას და მე ამას უნდა რომ მატი ჩაუშვას. ეს მომენტია, მეტი არაფერი, იმ დიდ საჭედრაკო დაფაზე, ბჟეჟინსკის იმას გეუბნებით. არავინ არ ლაპარაკობს თელ. იგივე არავინ არ ლაპარაკობს თალმოდზე. არავინ არ ლაპარაკობს. ეს პროექტებია, ყველა ეს პროექტებია ხალხო. და ეს პროექტები მარცხით დამთავრდება, მაგრამ ბევრი ადამიანი შეეწირება. ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირება. იმ წინა სამეთვალებებში ბოლო პროცესის დასაწყისი ეტაპებად არის აღწერილი. არის სირიის მომენტი. სადაა სირია? მანახეთ ახლა სირია. აღარ არსებობს სირია. სირიის ეტაპი დაწყებულია, ეს ბოლო ეტაპში ვარ შესული. სირიის დამთავრების ეტაპი. მე გეტყვით რაც მოხდება თუ გინდათ და დავლად შემიძლია თქვა. ჩვენ ცალკრივი მეგობრობა გვექნება ბალტიისპირელებთან. ბალტიისპირეთიც აღარ იარსებებს. და როგორც უკრაინა აღარ იარსებებს. ბევრ ქვეყანას გაიყოფენ კიდე. და ძალიან ცუდი ამბები მოხდება, ევროკავშირიც აღარ იარსებებს. 2030 წელში კი არა, 30 წელში ვერ შევალთ ჩვენ ევროკავშირში, იმიტომ რომ არ იარსებებს, იმიტომ არ არსებულში ვერ შეხვალ. ნატოც აღარ იარსებებს. ჯერ რუსეთს არაფერი მოუვა, სანამ ესენი არ დამთავრდება და მერე დამთავრდება რუსეთიც. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი პროგნოზები უფრო რაღაც კეთილი მხრიდან მიიღებს. ჩვენი მიზანი ერთადერთი სუდი არ მოხდება ეს მინდა. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის მსხვერპლი არ გავხდეთ. ჩვენი ერთადერთი მიზანია თავი შევინარჩ ახალგაზრდობა. და სხვის მიზნებში არ ჩავეწეროთ, როგორც უკვე რაღაც ესეთი სურათი იხედა. ეგ არის ზუსტად მსხვერპლი. ჩვენი მიზანი ახალგაზრდობა შევინარჩუნოთ. საუბედურება იმაშია, რომ ყოველდღე კარგავთ ახალგაზრდობას. აგერ შეხედეთ რა ხდება. არაფერი არ ხდება და ბავშვები თავებს იხოცავენ, ფანჯრებიდან ხდებიან. დახედე ბასიანში დღე არ გადის ვიღაცა არ მოგდეს, ახალგაზრდა რა თქმა უნდა. შეხედე ეს ბავშვები უკვე გადაგვარებულია იმაზე, რომ ყავთ გამოყვანილი, მე თქო ფსიქიკა უზეანდებათ არა. ესაც დაკარგული თაობაა. ჩვენ ბავშვები უნდა შევინარჩუნოთ. მეტი არაფერი არ არის საინტერესო. ამას მე გეუბნებით, ის მამა, რომელმაც დაკარგა საკუთარი ფანტასტიკური ბიჭი. და ამას ვამბობ აბსოლუტურად სერიოზულად.
ისე რომ ამაზე უნდა იზრუნოთ, ბავშვები შევინარჩუნოთ, მეტი არაფერი. ჯანმრთელი, საღი, გონიერი ბავშვები. საქმე იმაშია რომ არ გვყავს. მოხერხდება ალბათ ეს. აი ცოტა გვყავს ეგეთი ბავშვები. აი ეს არის უბედურება. მე გვიან იქნება. იმიტომ რომ კაცობრიობას აქვს თავის გეგმა. მე მახსოვს მაგდანიკაშვილი წამობდა აი მსოფლიო გადატვირთულია და 50 წლისთვის ამდენი ტრილიონი ადამიანი იქნება და იმასაც წევზე გადაცემა და ჩვენ ამ დროს ვფიქრობთ ჩვენს გამრავლებულ. იცი რა არის? მოდი რა ქვეყნებია 300 მილიონი და 500 მილიონი მათი ფიქრობ მაშინ. დავიანთ იმაზე. არჯერთ არაფერი არ არის გადატვირთული ეს პროექტია ესაც და გაბოლებენ თავიდან ბოლომდე. და მეორე ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს გამრავლებაზე, რა თქმა უნდა. ეს არის ჯანმრთელი მდგომარეობა. ამიტომ ვიცახი არა, ნიშნობა აქედაც ლიბერალია, იქითაც ლიბერალია. ეგენ ერთმანეთს თამაშობდნენ. როდომებოდათ მოეშორებინათ ის მეორე მხარე. ესენი ვეღარ გამიტოდნენ ხელისუფლებაში ვერასოდეს. ვერასოდეს ვერ გამიტოდნენ. ესენი ხმას იღებენ, იმიტომ რომ ისინი არსებობენ. აი ეს არის უბედურება. წინახაცა ახალწლო დღეებია, მაინც და მინდა დავიტოვო იმედი, რომ ამ ახალ წელს მაინც რაღაცნაირად შვიდ ვითარებაში შეხვდებიან ჩვენი ბავშვები, ადამიანები. მაგის იმედი არ გქონდეთ, ამ ახალ წელს კი არა, მაგრამ მომავალ ახალ წელს კი. იმიტომ რომ ამ წელიწადში ბევრი რამე შეიძლება მთელ მსოფლიოში. აი რას უსურვებთ მაყურებელს, რას უსურვებთ ჩვენ ქვეყანას და ის რომ ყველაფერი დამთავრდეს კარგად, ის რომ გონიერებას მოუხმოთ, ვიცოდეთ ჩვენი ადგილი სამყაროში და ის მიზნები, რაც ახლა სამყაროს ჩვენს მიმართ ამოძრავებს, რას ვურჩევთ ჩვენ საზოგადოებას, თქვენი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი იმაში არის სახარებაში ქრისტეს რო ეკითხებიან ორივე სამცნებები მოგვიწიო და ორ მცნებას მოგცემთ. დიახ. პირველი გიყვარდეს ღმერთი შენი და მეორე გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. აი ეს არის გადამრჩენელი, ხო? სიტუაციის. უბრალოდ ერთადერთ რამეს გისურვებთ. ნუ დაინახავ შენს მოყვაში მტერს, მხოლოდ მტერს. ანუ მტრის და მოყრის გარჩევა ვიცოდეთ, ხო? საქმე იმაშია, რომ შიგვართ ჩვენ ეს დაყოფილები და შიგიმარშვებით. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა სიტყვა თქვა იგივე Facebook-ზე რაღაცას რო წერ, 100 კაცი მოგახტება და ყველაფერს ცოდნია ყველა და იმითო. ყველაფერშიგები არიან ნამდვილად. დაუშვით, რომ ვიღაცამ რაღაცა სხვანაირად იცის. ან შენზე მეტი იცის. ან რაღაცა შენ ვერ გაიგეს სწორედ. კი ბატონო, არ დაეთანხმო. არა შეურაცხყოფას მომი. ყველა ასე არ არის ბატონო ხას. თქვენ ძალიან ყურადღებით გისმენენ. უამრავი ნახვები გასმენენ. ხო, რაღაც ნაწილი, კი, რაღაც ნაწილი არის, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას. დაწყევლილი როა, არც არაფერი იცოდე და არც არაფერი გაიგო. კი ბატონო. ხომ არის? ებრაელის წყება. ხო, მაგრამ თქვენ მაინც ისურვებდით, რა თქმა უნდა და ეს ბრძანეთ, რომ გვეცნოს მტერი და მოყვარე, ხო? მარტო მტერი გაგვერჩიოს. არ გვეცნოს. იცი რა გათვალისწინება ვისწავლოთ ერთმანეთის. და ნუ მივაყენებ შეურაცხყოფას ერთმანეთს. იმიტომ რომ ამით შენ თავს აყენებ შეურაცხყოფას. აი ამაზე მაქვს საუბარი. იმიტომ რომ ისეთი საშინელებებს უყურებ ბოლო პერიოდში. პატარა გოგოები, ბიჭები, გოგოები როგორ აგინებენ ერთმანეთს, როგორ ელაპარაკებიან, იმიტომ მე ქალაქში არ დავდივარ. და თუ გავივლი მანქანით გავ. თუმცა ყველაზე მეტი ინფორმაცია გაქვთ ყველა იმაზე, ვინც ქალაქში დადის, დგას ღამეებს ათენებს თუ რაც მიაჩნია სწორად იმას აკეთებს. ან რა ლექსიკით საუბრობენ. აი უბრალოდ პატივიცეთ ერთმანეთს და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი. ამდენი ბოღმა საიდან. ყველა საზოგადოებაშია ეს ბოღმა. აბსოლუტურად ყველაზე დაშე იმ მეორე საზოგადოებაში რომელსაც თავი ძალიან არ შეიძლება რა. არ შეიძლება. ადამიანი დგას თავის ენაზე, სიტყვაზე, სარწმუნოებაზე. საქმე იმაშია, რომ ამის გამოხატულებაზე. ნებისმიერი სიტყვა ქმნის განწყობებს, მდგომარეობას, ემოციურ ფონს. კი, იმიტომ რომ სიტყვა მატერიალიზდება და მეორე, ყველაზე მთავარი, იმიტომ არის ესეთი ქაოსი. და იმიტომ ყველა ერთმანეთის გინებაზე გადასული. აბსოლუტურად ყველა.
ერთმანეთის გინებას და ბიჭო და თან ისეთები იმაშვებიან. კაი ტიპობად ითვლება ხშირად აი ეს გინება. დაუკვირდით ვინც არიან და მე ვამბობ ასე თვლიან თავად, თორემ უმრავლესობა მაპატიე და ხმამაღლა რომ დააწყიკო გული წაუვა ისეთები არიან. იმისი არ იყოს გვარამე რო ეკაჩებოდა იქ პოლიციას და მოკიდეს ხელი და გული წაუვიდა. აი თვითონ აი ესეთი საზოგადოებაა და იმიტომ ვიცახი. სად არის? ომი რომ მოხდეს ხო ისე ვაშკაცი ბიჭები შეეწირება და აღარ მეყოლება თაობა. ბევრს საერთოდ კვალს ვერ იპოვი ისე დაიკარგებია. რა თქმა უნდა 2008 წელში ვინმის ასწრებდა წითელ ხიდზე კაცმა არის ის. ნუ ისეთი მძიმე საუბარი გამოგვივიდა ბატონო ხას არ არის იცი მსუბუქი სიტუაცია არ არის როგორ უნდა ვილაპარაკო აღარ ვიცი უკვე მსუბუქად. ხო ხედავთ რომ პოსტერსაც არ ვდებ. ვდებ მაგალითად ვიღაცის რაღაცა ვიდეოები დავდე. აი როგორ ხდება რბევა საფრანგეთში იქა აქა ისეთი ამ. იმიტომ რომ რეალურად შეხედონ სიტუაციას და გავთხილდნენ. რატომ დავდე ის ვერ გაიგო საზოგადოება. რატომ დავდე ის ვერ გაიგო. შენც მალხას. ხო მეც რომ მე მინდა გაიგო სწორად, მე მინდა დაინახო სწორად. ისევ ერთხელ გავიმეორებ. მე დასაკარგი არაფერი ვქ. მე ფეხზე მკიდია. არა თქვენ დასაკარგი გაქვთ. შვილები გაქვთ დასაკარგი. და იყავით ფრთხილად, ძალიან ფრთხილად და მოუფრთხილეთ ბავშვებს.